საქართველოს ისტორიიდან ყველამ კარგად ვიცით თუ როგორ დაიკარგა აფხაზეთი და როგორ დაიკარგა სამაჩაბლო. ეხლა მე მინდა ხაზგასმით თქვა ერთი რამ. აფხაზები, ოსები, ებრაელები, სომხები, უკრაინელები, რუსები, რიგით ადამიანებზეა აქ საუბარი. არიან ჩვენი ძმები. ყველა ერი არის ჩვენი მოძმე ერი. აბსოლუტურად ყველა. საქართველოში არაერთი წმინდანია, მათ შორის არაბიც, სხვათა შორის აბო, რომელიც გაქრისტიანდა და გაქართველდა შემდეგ, რომელიც წარმოადგენს სრულიად ქართველ წმინდანთა დასის ღირსეულ წარმოადგენელს. რაჟდენ პირველ მოწამე, რომელიც წარმოშობით იყო სპარსი და არაერთი შეგვიძლია დავასახელო, ჩუშანიკ დედოფალი, რომელიც იყო სომეხი წარმოშობით და ასე შემდეგ. სხვათა შორის ილია ჭავჭავაძეს დედა სომეხი ყავდა და ესე წმინდა სისხლის ქართველი დღეს რო ვეძებო ძალიან ცოტა სვიპოვით გამომდინარე იქიდან რომ 17 იმპერია იყო აქ შემოსული და 17-ვე იმპერია დაილეცა კავკასიონზე, მაგრამ ძალიან ბევრი მრავალ ეთნიკური, ასე ვთქვათ, ისეთი საზოგადოება ვართ ხომ და სისხლით არ განისაზღვრება მხოლოდ ქართველობა. ქართველობა განისაზღვრება ცნობიერებით, კულტურით, შეგნებით, პასუხისმგებლობით საზოგადოების მიმართ, ქვეყნის მიმართ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ ნებისმიერ ეთნოს, ნებისმიერ რელიგიურ, კულტურულ ჯგუფს ჩვენ პატივს ვსცემთ. მაგრამ აქ საუბარი იცით რაზეა? შეიძლება შენ როგორც მასპინძელმა ქვეყანამ, რომელსაც სტუმარ მასპინძლობის უდიდესი ტრადიცია და კულტურა გააჩნია, მაშინ როცა თბილისი, სხვა ქალაქები და სხვა კუთხეები იყო ინტერნაციონალური ქალაქები და სამკვიდროები, ეს ყველაფერი გასაგებია. შეიძლება შეიფარო 500 კაცი, 1000 კაცი, მაგრამ როდესაც აქ არის საუბარი ათეულ ათასობით ადამიანის ჩამოსახლებაზე, ეს ხომ არ არის ისეთი დიდი ქვეყანა, როგორიც არის გერმანია, სადაც დიდი თურქული დიასპორაა მაგალითად. ეს არის საქართველო, ხომ? ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს ეთნიკური ჩანაცვლების ამ მუხანათურ პროგრამას. დიახ, ყველამ უნდა აღიმაღლოს ხმა საქართველოში, აფხაზმაც, ოსმაც, სომეხმაც, ებრაელმაც, უკრაინელმაც, იეზიდმაც, რა ვიცი, აისორმაც თუ ნებისმიერმა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელმა. იმიტომ რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი, ჩვენ ვართ მკვიდრი მოსახლეობა. მაგრამ ათეულ ათასობით და 100,000-ობით ახალი ეთნიკურად განსხვავებული და რელიგიურად განსხვავებული კულტურის მქონე ადამიანის შემოსვლა საქართველოში, ეს იქნება საქართველოს დემოგრაფიული განადგურება. და როგორც შეგპირდით, გეტყვით ორ ისტორიულ მაგალითს. სამაჩაბლოში თავიდან ღირსეულად მივიღეთ სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. შემდეგ იქ ძალიან ბევრი განსხვავებული ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი დასახლდა და შემდეგ ისევ გარეშე მტრის პროვოცირებით უთხრეს ამ ადამიანებს, რომ აი ქართველები ცუდად გეპყრობიან თურმე და თქვენი სახელმწიფო უნდა შექმნათ და ძალიან ბევრი ადამიანი ამას აყვა. იგივე მოხდა აფხაზეთში. აფხაზეთში მიწების გაყიდვით დაიწყო ყველაფერი. აფხაზეთი ეს უნიკალური მხარეა და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ მხარის წარმომადგენელი ვარ და მე ორმაგად ბედნიერი ვიქნები, როდესაც იქ ღირსეულად დაბრუნდები. ირლანდიის მაგალითსაც გეტყვით. ირლანდიის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც დღეს უკვე დამოუკიდებელი ჩრდილოეთ ირლანდიის სამეფოა, რამდენიმე საუკუნით ადრე, სანამ ჩრდილოეთ ირლანდიის სახელმწიფო შეიქმნებოდა, ინგლისელებმა, პროტესტანტმა ინგლისელებმა დაიწყეს აქტიური ჩასახლება და რა მოხდა? აი, როდესაც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, როდესაც მაიკლ კოლინზი, იმონ დე ვალერა და სხვა დიდი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები იბრძოდნენ დამოუკიდებელი ირლანდიის რესპუბლიკის შესაქმნელად, ჩრდილოეთ ირლანდიაში ცხოვრებმა ინგლისელებმა განაცხადეს, რომ ჩვენ არ დაუჭერთ მხარს ინგლისის წინააღმდეგ ბრძოლას, ჩვენ გვინდა ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო. არ უნდა გამოვიტანოთ ისტორიიდან დასკვნები? ჰეგელი პირდაპირ ამბობდა, ისტორია ეს არის არა ფაქტების გროვა, არამედ აზრიანი პროცესი და ისტორია საუკეთესო მასწავლებელია.
კი ეს არის არაზუსტი მეცნიერება, მაგრამ ეს არ აკნინებს ამ მეცნიერების როლს კაცობრიობის წინაშე.